მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. რომელი პრობლემის მოგვარება გსურთ ახალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 20 დღით ადრე ოზურგეთის ქუჩებში მოქალაქეებმა ამ შეკითხვას უპასუხეს. გთავაზობთ გამოკითხულთა მოსაზრებებს. არჩევნები მოდის, ვინც გაიმარჯვებს, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა, ვინც იქნება გამარჯვებული. რა გინდათ რომ მოაგვაროს ოზურგეთში? რა ყველაზე მთავარი პრობლემა რისი მოგვარებაც გინდათ? რამდენიც გინდა. კი, მაგრამ აი ყველაზე მეტად რას ისურვებ? რას ვისურვებ? გზები, პენსიები დამატება და რა ვიცი და ხალხს რა ნამდვილად პენსია უნდა მოიმატოს. ახლა მე პენსია მაქვს, ხო იცით რამდენი და თვეში დამჭირდა წამალში 2000 ლარი. ჩაის პარტოვი მინდა რომ მოაგვაროს, ჩაი ძალიან მჭირდება და თხილი ხომ არა და არა ახლა და ჩაი კი კაი. აი მინდა რა ვიცი აბა. რა ვიცი გამიხარდება რომ იყოს ეს ქალაქის ქუჩები ისევ მოწესრიგებული როგორც ძველად იყო და დასრულდეს და რა თქმა უნდა სამუშაო პირობები თუ იქნება ისე რომ არ იყოს ოზურგეთი დაცარიელებული და ყველა დასაქმებული იყოს ძალიან გამიხარდება. არჩევნებში გეიმარჯვებს მხოლოდ ოცნება და მისი იმედიც მაქვს. და რა გინდა პრობლემის მოგვარება ყველაზე ამ არაფერი. ჯანმრთელობის დაცვა, ყველაფერი უფასოდ და რა ვიცი. რას ხედავთ ყველაზე მთავარი რა არის რაც ხალხს მოქალაქეებს გვაწუხებს? თუ ეს პარტია დარჩება ხელისუფლებაში არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება გამგებელი. აი შეიცვალოს უნდა და ახალი პარტია ახალ არჩევნებით მოვა ეგია მთავარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კაცი ეძებს ფული ვინც იყო და ვინ უნდა მომიტანოსო და ასეთი პარტია რომ იქნება ხელისუფლებაში. ყალი არა იქ ბატონო, ყალი არა ჩვენ კი ხაფუჭა მატორი, არაკეთები არაფერი, რა ვიცი მე ახლა. ნასაკირაში. არაკეთები, ჩამეიტანეს გააკეთეთ ეგეთ. ანუ წყლის პრობლემა არის ნასაკირაში. ო, ნასაკირაში რა, არ გვაქვს ყალი. ვიდავთ და იმას ვიძებით რა. პარკებით და იმას კალისტებს ვიდავთ რა. კორუფცია. საერთოდ. პრობლემის მეტი რა ამარა. ყველაზე მეტი ქვეყანაში კორუფცია რომ არის 300 მილიონი წიგო 700 მილიონი წიგო აგია ეკლესიის წინ ვარ და აი რო წამდეს ღმერთის ეგ არის პირველი პრობლემა მართლა და ნახდათ აი პირველი პრობლემა ეგ არის ხალხი ზოგი ისე გადის მოკლე გზას იმაშვება თორე კარილოცება აი უნდა წამდეს ღმერთის და ყველაფერი ექნება ამას პარტია ვერ მოაგვარებს პარტიას რაც შეუძლია რომ მოაგვაროს იმას გეკითხებით პარტია მოაგვარებს ზუსტად მაგას თუ კი უნდათ ხო ხტები? აი ეგ არის სინამდვილე ეგ არის. აი ხედავ კიდეც დაამთავრა ზალის რეკვა. რა ყველაზე მთავარი პრობლემები ოზურგეთში რისი ხალხს რა? ეგო პრობლემების მეტი რა, მოაგვარო და მანთიცია რას უნდა გააკეთო. დედა მე ყველაზე უფრო რა მინდა იცი შვიდობა იყოს. თუ შვიდობა იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ვინც გაიმარჯვეს, იგი ყველაფერს მოაგვარება. ახლა მაგალითად აგერ აი რო არის გოუწმენდელი, აი ძალიან ცუდია ეგ ესე რო არის ახლა ამფერი რაღაცები არის პრობლემები. იერსახეს გულის. ო, იერსახეს გულისხმობ რომ რაღაცა გააკეთონ უნდა და ახლა მე ვერ გეტყვით, ყველაფერი მე მაგალითად მაყოფილი ვარ ძალიან. ძალიან მაყოფილი ვარ, ყველა მთავრობის მაყოფილი ვიყავი. მაგალითად ძალიან არ მომტონდა ნაციონალები, ძალიან არ მომტონდა, რატო და ძმა მომიკლენ რაღაცა ის იყო, მაგრამ მაინც არა პრეტენზია არ მქონდა არასოდეს არავისზე. ვინც გაიმარჯვებს? რა მთავარი პრობლემა არის? ბატონო ხალი ვარ, დახმარება არ მოგდენ, შვილო. ბიჯეტი ხეში, მარტო ხელი ვარ. 86 წელს ხალი ვარ. დევედი, ვიძირე არ მომდენ დახმარება. რაფერს ცხოვრობ, აი ჯობია ჯემბინებს. არის კანონი ამ ბინებში ცხოვრობ მე. არა კანონი აქ არა, ბოზური კანონი აქ არა. არაფერს არ მოვალ, არაფერს ხელს არ მოგიდა. დიძვებს ასდევენ, დუხზე გადადუხს. ოპოზიციის ნაწილმა საზოგადოებას ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის გეგმის ახალი დეტალები გააცნო. აღინიშნა, რომ არჩევნების დღეს პროტესტი 3 სხვადასხვა ადგილას წარიმართება. იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც. პაატა ბურჭულაძემ ასევე დააზუსტა, რომ ოპოზიციას 20 საათისთვის ხელისუფლება უკვე გადაბარებული უნდა ჰქონდეს. ამ გეგმას ეხმაურებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც და მსგავს განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ. არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ კი აქციაზე გასვლას არ გამორიცხავენ პარტია ლელოში. მართლ გუნდში ოპონენტებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები პროცესი, რომელსაც ახორციელებს ქართველი ხალხი. ჩვენ ესეთი მაგალითები გვაქვს,
მაგალითად საქართველოშიც თუნდაც 2003 წელს გვაქვს აგერ ახლო ქვეყანაში სომხეთში სადაც პაშინიანმა მოახერხა ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი ძალადობის და ზედმეტი ასე ვთქვათ ცუდი პროცესების გარეშე ცოტა გაუგებარია იგივე აი ამ ოპოზიციური პარტიების განცხადებები, ვინც მონაწილეობს ამ სპეცოპერაციაში, რომ აი ჯერ იქ მივალთ და მერე იქ წავალთ. ჩვენთვის ყოველთვის არის მისაღები გზა, ეს არის არჩევნები. სხვა დანარჩენი სცენარი ეს არის რადიკალიზაცია, ხელოვნურად რადიკალიზაცია პროცესის, რომელიც შედის ქართული ოცნების ინტერესში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის იყენებს სასარგებლო იდიოტად, როდესაც ეს ეხება ხოლმე არჩევნებს. არჩევნები არის ერთადერთი ყველაზე სწორი პროცესი ამ შემთხვევაში. ჩვენ მოუწოდებთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მშვიდობიანი დამხობა, რაღაცა რევოლუცია და თუ სხვადასხვა ესეთი არასერიოზული განცხადებები ემსახურება მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებს. ამიტომ შესაბამისად ჩვენ იქ არ ვიქნებით. ბატა ბობჯოლაძის პოლიტიკურ ნაბიჯებზე სერიოზულად საუბარი ძალიან მიჭირს. ისი გადამყარებელია ქრიმის სიტუაცია. ვერავით ხელისუფლებას ის უკანონოდ ვერ გადაიბარებს. საქართველოში ხელისუფლების გადაიბარება ამიერიდან და კარგი ხანია ხდება და ამიერიდანაც მოხდება მხოლოდ კონსტიტუციის დადგენილი წესით, ანუ არჩევნებით. შეიკრიბონ რაც უნდა ის გააპროტესტონ, მაგრამ საკმარისია გადადგან ნაბიჯები განსაცილებლად ქმედებისაგან სახელმწიფო მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ძალადობრივი აქციების განხორციელებას, წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ოზურგეთში უფასო ონკოსკრინინგი ჩატარდა. აქცია ქალაქის ცენტრში ბავშვთა საავადმყოფოსთან გაიმართა. სკრინინგზე, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო და მოქალაქეთა რიგები მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა. გარდა ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა, მსურველებს საშუალება ჰქონდათ B, C და HIV ინფექციის კვლევაც ჩაეტარებინათ. ეს პროგრამა მოქმედია, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში უკვე 15-20-ზე მეტი არის, მაგრამ გადავწყვიტეთ მაინც სახელმწიფო პროგრამის მიახლოება მოსახლეობასთან და ამიტომ გადაწყდა ესეთი აქციების გზით, სადაც გაერთიანდა როგორც ონკოპრევენციის პროგრამა, ასევე პარალელურად მიმდინარე სხვა პროგრამები ინფექციური მიმართულებით, ეს არის ჰეპატიტების C ჰეპატიტის ცნობილი ელიმინაციის პროგრამა, ასევე დაემატა B ჰეპატიტის პროგრამა და სამივე კომპონენტი ერთად უკვე ესე მოსახლეობასთან სერვისის მიახლოებით ადგილებზე გასვლით დაწყებული არის უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტი არის. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი არის გაკეთებული გეგმა გრაფიკი. ამის შესახებ ინფორმაცია უკეთება წინასწარ მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავისი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურების ჩართულობით აკეთებს ამის ორგანიზებას. წინასწარ იციან როდის რომელ რაიონში, რომელ რეგიონში იქნება ესეთი ბრიგადები. და აი დღეს ვიყოფებით გურიაში. გურიის სამთავე რეგიონში ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს პროგრამა. საქართველოში ერთი თვიანი მიმდინარეობს ეს სკრინინგები სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ რეგიონს ეს შესაძლებლობა მიეცა უკვე დღეს სამთავე მუნიციპალიტეტს ჩატარდეს სკრინინგი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს. ეს არის კიბოს ქალებში კიბოს სკრინინგი, ეს არის 40-დან 60 ქალბატონებში, რომელიც კომპონენტი არის ასევე საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი, ასევე კომპონენტი არის პაპ ტესტირება, ასევე კიდევ მოსახლეობისათვის 18 წლის ზემოთ ყველას ჩაუზარდება B, C შიცის სკრინინგი და გლუკოზის სისხლში გლუკოზაზე გამოკვლევა და არტერიული წინების ჰიპერტენზიაზე კვლევა. ეს ძალიან კარგი ღონისძიება არის. ჩვენ მადლობა უნდა გადაუხადოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც ეს ღონისძიებები დასახამს საქართველოში და ჩვენ გურულების მადლობას ვუხდით მათ. მოსახლეობის ძალიან აქტიურობა არის. მე არ მოველოდი რომ მოსახლეობა ასე აქტიურად ჩამოვიდოდა, ასე რომ ეს სკრინინგი კიდევ თელგის მანძილზე და კიდევ არის ის რომ კიდევ ჩამოვიყვანოთ ეს მანქანა, იმიტომ რომ ასეთი აქტივობას არ მოველოდით ჩვენ. აზარ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ელექტრონული ჟურნალის ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
მსოფლიო მუსიკა ფილიპ ბოულმანი და ეთნომუსიკოლოგია თიმოთი რაისის ავტორობით ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოცემა წარადგინა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტმა ნანა მჟავანაძემ. რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალსა და არქივის კატალოგს, ის ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელმა სანდრო ნათაძემ. წიგნების პრეზენტაციას მიმდინარეობისას დამსწრეებთ შესაძლებლობა ჰქონდათ ანსამბლ რეხეულისათვის, კრისტიან სიხარულიძისთვის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ვალსო ცეცხლაძისთვის მოესმინათ. წიგნების პრეზენტაციას მუსიკოსებთან და ეთნოგრაფებთან ერთად საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ხელოვნების პედაგოგები ესწრებოდნენ. პროექტები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. და დიდი ხანია მინდა რომ ასე ვთქვათ საბაზისო ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა ქართულ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შესაძლებელი გახდა ამ იდეის განხორციელება და უკვე მესამე წელია დავიწყეთ ოქსფორდის გამომცემლობის სერიის ძალიან მოკლე შესავლის ერთ-ერთი გამოცემით, რომელიც ეხებოდა ეთნომუსიკოლოგიას, ცნობილი ეთნომუსიკოლოგიის ტიმოთი რაისის ავტორობით. და მესამე წელია უკვე მეორე გამოცემა ეს და დღევანდელი პრეზენტაციაც სწორედ ამ სერიის ახალ წიგნს მსოფლიო მუსიკას მიეძღვნა. საქმე ის არის, რომ ეს ორივე წიგნი არის ურთიერთკავშირში და რაღაცნაირად ავსებს ერთმანეთს და ამ ტიპის სერია, რომელსაც დაწურულია ყველა ინფორმაცია, რომელიც არ არის გადატვირთული დეტალებით, არ არის გადატვირთული რაღაცა სიღრმეებში, კვლევის ნიუანსებით, ძალიან გამოსადეგი იქნება ფართო აუდიტორიისთვის, როგორც მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად მუსიკით და მსოფლიო მუსიკით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ჟურნალი მიზნად ისახავს, რომ ქართულ და უცხოელ აუდიტორიას გააცნოს ქართული ფოლკლორის ვერსადით, რომ შეძლებს დაგვარად ყველა დარგი სამისრო პოპულარულ ენაზე. საიტი არის geofolk.g და არის მეორე ფოლკლორის საარქივო მასალების კატალოგიზაციის საიტი folk.catalog.g, სადაც თავს მოიყრის საქართველოში არსებული თითქმის ყველა, თუ კი არა ყველა ორგანიზაციის, არქივის და ინსტიტუტის მასალები, კატალოგები ამ ორგანიზაციების, სადაც ინახება ფოლკლორული მასალები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველანაირად ცდილობს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ქართული ფოლკლორი და მეცნიერული აზრი ფოლკლორის შესახებ ფართო მასებისათვის და სწორედ ამას ემსახურება ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მოიცავს ფოლკლორის ყველა დარგს და მასში გარკვეული პერიოდულობით ქვეყნდება სტატიები ფოლკლორის ყველა დარგიდან, მაღალი რანგის სპეციალისტების ავტორობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ამ ბოლო პერიოდში, შეიქმნა folk კატალოგი, რომელშიც ასახულია და ნელ-ნელა მდიდრდება ეს კატალოგი კიდევ ახალი მასალებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო არქივებში დაცული მასალებით და ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია folk კატალოგის მეშვეობით აღმოაჩინოს, რომელ არქივში რა მასალა ინახება და მიზანმიმართულად მივიდეს და გაეცნოს მათ. ასე რომ დღეს ყველას ვულოცავს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ქართული ფოლკლორის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე დადგა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე გაგრა ორს უმასპინძლა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მეოცე ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე გაგრა ორს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან სტუმრები იგებდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახვდათ 0-2. თუმცა მეორე ტაიმში ოზურგეთელებმა შეძლეს მატჩი გარდატეხის შეტანა და 4 გოლი გაუტანეს მეტოქეს. გოლები დავით ბოლქაძემ, დავით მაჭალარიანმა, ნიკოლოზ მარშანიშვილმა და ლუკა ლაბაძემ გაიტანეს. საბოლოოდ მერცხალმა ანგარიში 4-2 გაიმართა. ლანჩხუთის გურიაკი სტუმრად იბერია 2020-დან დამარცხდა. 20 ტურის შემდეგ გურიას კვლავ 41 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მერცხალი კი 25 ქულით 10 ადგილზე.
გამოშვების ბოლოს კი გაგაცნობთ, რომ ხვალ 18 სექტემბერს 9 ნახევარზე გურია TV გთავაზობთ სატელევიზიო დებატებს ოზურგეთში დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. გადაცემის მანძილზე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მაყურებელ საკუთარი საარჩევნო პროგრამა, ხედვები და ოზურგეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიცია წარმოუდგინოთ. დაელოდეთ ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე ჩვენს ეთერში. დღეისათვის კი სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.